ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ადამიანის ბუნებიდან ამოსვლა. რას ფიქრობ ერთი ადამიანის ბუნებაზე. მაკიაველის ტექსტს რო შევხედოთ, მაკიაველი ვარაუდობს, ამოდის იქიდან, რომ ადამიანი ესწრაფვის პატივს და სიმდიდრეს. ასეთები არიან ადამიანები. ძალაუფლებისკენ სწრაფვა შეიძლება, რომელიც ახასიათებს მთავარს, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის ბუნების კერძო გამოვლინება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრებს, პოლიტიკოსებს უფრო მეტად ახასიათებთ პატივის ან სახელის მოხვეჭა. პოლიტიკოსისთვის განსაკუთრებით გასაგებია აფორიზმის ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა და ამიტომ როდესაც საუბრობ პოლიტიკაზე, როდესაც საუბრობ თავარზე, ეს არის სწორედ ამბიციური ადამიანების ბრძოლა იმისათვის, რომ თავისი ამბიცია დააკმაყოფილონ. ასე რომ მოაზრობაა, რომ რაღაცნაირად თავარს უთხრა, რომ ის არ უნდა ესწრაფოდეს ძალაუფლებას, არ უნდა ეცადოს, რომ დაიპყროს რაღაც სხვა ქვეყანა, მისი სახელი, ვთქვათ, კიდევ უფრო და მისი პატივი არ გაფართოვდეს. ამაზე საუბარი უბრალოდ უაზრობაა, იმიტომ რომ ათადან და ბაბადან პოლიტიკა ამაზეა დამყარებული. და გარდა ამისა, ვთქვათ, რეალობა არის ის, რომ ადამიანები ცხოვრობენ სახელმწიფოებში, ცხოვრობენ სამთავროებში, ანუ ადამიანებს ვერ წარმოვიდგენთ, ყოველ შემთხვევაში მაკიაველი ვერ წარმოიდგენს პოლიტიკური ძალაუფლების გარეთ, რაღაც სივრცეში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება არ არსებობს და როგორც უკვე თქვით, ეკლესიაც სწორედ ასე უყურებს ადამიანებს. ეკლესიაც თვლის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება არის რეალობის კანონიერი ნაწილი. ის მოუწოდებს ადამიანებს, როგორც თქვით, დაემორჩილონ მთავრებს, დაემორჩილონ თავიანთ ხელისუფალთ, დაემორჩილონ მეფეებს. და თუ ეს ასეა, მაშინ ბუნებრივია ალბათ, რომ მეფეებს უნდა მოვთხოვოთ, რომ მოიქცნენ როგორც მეფეებს ეკუთვნით მოქცევა. და ხოლო მეფეებს ეკუთვნით საერთოდ ადამიანის ბუნებიდან და განსაკუთრებით მეფეთა ბუნებიდან გამომდინარე, რომ იბრძოლონ თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის. ასე რომ როდესაც მაკიაველი აძლევს თავარს, კონკრეტულ თავარს, ლორენცო მედიჩის რჩევებს, როგორ უნდა შეინარჩუნოს და გააფართოვოს მან თავისი ძალაუფლება, ის ამ დროს ამოდის ადამიანის ბუნების გარკვეული შეფასებიდან და მას აზრადაც არ მოსდის, რომ ეჭვის ქვეშ დააყენოს ამ ადამიანის ბუნების ეს ფუნდამენტური ნიშანი, ანუ ტოლვა ძალაუფლებისკენ. მეორე მხრივ, როდესაც თავარი აგებს თავის სტრატეგიას, როდესაც თავარი ფიქრობს იმას, თუ სახელმწიფო როგორ უნდა მიაღწიოს მან თავის მიზნებს, როგორ უნდა შეინარჩუნოს და გააფართოვოს თავისი ძალაუფლება, ბუნებრივია ის მან უნდა გაითვალისწინოს სხვა ადამიანების ბუნება, იმიტომ რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლის პროცესი ეს არის ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ბუნებრივია რომ მან უნდა გაითვალისწინოს რა უნდათ იმ სხვა ადამიანებს, მის მოწინააღმდეგეებს, ან მის მომხრეებს, ან მის მიმართ უბრალოდ ლოიალურად განწყობილ ადამიანებს, როგორ შეიძლება მან თუ მას უნდა რომ მიაღწიოს თქვათ ადამიანთა ერთგულებას, ლოიალობას, რა უნდა გააკეთოს მან ამ ადამიანების ბუნებიდან ამოსვლით. თუ მას უნდა რომ ადამიანები მორჩილებაში ყავდეს, რა უნდა გააკეთოს ამისთვის. თუ მას უნდა რომ ადამიანები მისი ერთგული იყვნენ, რა უნდა გააკეთოს ამისთვის. ანუ თავრის სტრატეგიაც თავის მხრივ ამოდის ადამიანის ბუნების გარკვეული შეფასებიდან. ამას ამ მიდგომას შეიძლება დავარქვათ რეალიზმი არა ამ სიტყვის ყოფითი გაგებით, არამედ
სპეციფიკური გაგებით რეალიზმი ან realpolitik ეს გერმანული სიტყვა რომ და ამ გერმანული ტერმინით ასე ვთქვათ დამკვიდრდა ეს მიდგომა ეს არის პოლიტიკის თეორიის მიმდინარეობა პირველ რიგში საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის მიმდინარეობა რომლის თანახმადაც ძალაუფლების გაფართოებისკენ და გავლენის გაფართოებისკენ ან როგორც მინიმუმ შენარჩუნებისკენ სწრაფვა ეს არის რაღაც ბუნებრივი თვისება სახელმწიფოების თუ ჩვენ გვინდა ავაგოთ სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების თეორია ანუ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების თეორია პოსტულირებული უნდა ქონდეს წინასწარ დადგენილი უნდა ქონდეს რომ სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან საკუთრების შემთხვევაში გააფართოვონ თავისი გავლენა და ძალაუფლება ან როგორც მინიმუმი შეინარჩუნონ არ შეამცირონ ის ეს არის ამოსავალი და ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე გავთვალოთ თუ როგორ მოიქცევიან ისინი ამა თუ იმ ვითარებაში ეს არის პოლიტიკური რეალიზმის პოლიტიკურ თეორიაში რეალისტური თეორიის ასე ვთქვათ ძირითადი ამოსავალი და ის მოდის სწორედ მაკიაველიდან თუმცა უნდა ითქვას რომ თავისთავად ეს რეალისტური მიდგომა შეგვიძლია გავავრცელოთ შიდა პოლიტიკაზე შიდა პოლიტიკაც შეგვიძლია გავიგოთ როგორც რაციონალური მოთამაშეების ბრძოლა ძალაუფლებისთვის ძალაუფლებისა და გავლენის გაფართოებისთვის ეს იქნება ასე ვთქვათ მაკიაველიზმის შიდა პოლიტიკაში და შიდა პოლიტიკაზეც შიდა პოლიტიკის თეორიაზეც საკმაოდ გავლენა აქვს მაკიაველის დღესაც განსაკუთრებით იმ მიდგომაზე რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტტექნოლოგია ანუ ძალაუფლებისთვის ბრძოლის მეთოდები და პოლიტიკური კონსალტინგი ანუ საკონსულტაციო ფირმები რომლებიც პრაქტიკულად მუშაობენ პოლიტიკოსებთან და ცდილობენ დაეხმარონ მათ რომ წარმატებას მიაღწიონ პოლიტიკურ ბრძოლაში და იგულისხმება სრულიად დემოკრატიულ გარემოში მიმდინარე მშვიდობიან და კონსტიტუციურ წესებზე აგებული პოლიტიკური ბრძოლა ისინიც გარკვეულად მაკიაველისტები არიან ანუ მაკიაველის წანამძღვრებიდან ამოდიან როდესაც თქვა თანამედროვე პოლიტიკოსი დემოკრატიულ ქვეყანაში ცდილობს რაღაცნაირად მიაღწიოს წარმატებას ანუ შეინარჩუნოს ან მოიპოვოს ძალაუფლება ისიც ჩვეულებრივ ანგარიშობს იმას თუ მისი რომელიმე ნაბიჯი ან მისი რომელიმე გამონათქვამი როგორ იქნება აღქმული სხვა ადამიანების მიერ ადამიანის ბუნების ზოგადი კანონებიდან გამომდინარე ასე რომ ამ თვალსაზრისითაც მაკიაველის თეორია დღესაც გავლენიანია პოლიტიკის თეორიაში ახლა გადავიდეთ უფრო კონკრეტულ თემაზე ესე იგი სახელმწიფო რა მოეთხოვება თავარს ანუ რა არის პირველ რიგში ეს სიკველე სიკველე შეგვიძლია შესაბამისად განვიხილოთ როგორც განსაზღვროთ როგორც იმ თვისებათა ერთობლიობა რაც აუცილებელი ადამიანისთვის ზოგადად და კონკრეტულად თავრისთვის ყოველგვარად პოლიტიკური ლიდერისთვის იმისათვის რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და როგორც უკვე გითხარით ამ სიტყვის ორიგინალში ეს სიტყვა ტერმინი არის virtu რაც თავის მხრივ მოდის ლათინური ძირიდან და აი ამ თავის საწყის მნიშვნელობაში ეს ცნება გამოხატავს მამაკაცურ ღირსებებს ანუ ის რაც შეიძლება უწოდოთ რასაც შეიძლება დღეს უწოდოთ ვაჟკაცობას ან კაცობას შეიძლება მახსენდება ტერმინი კაიყმა რომელიც დღეს შეიძლება ძველმოდურია მაგრამ ასევე გამოიყენება ანუ ის რაც კაცს როგორც საზოგადოების წევრს ეკუთვნის ის რაც მოსაწონია საზოგადოებაში და რასაც მოელიან მამაკაცისაგან. ტექსტს რო შევხედავთ მაკიაველის ტექსტს ხშირად აი ეს სიკველე ხასიათდება ქალურ თვისებებთან კონტრასტში. ანუ მამაკაცური არის კონტრასტში ქალურთან. ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ მაკიაველის ქალები არ უყვარს, პირიქით ის ქალების მოყვარული მამაკაცი იყო და
ხშირად რომანტიული სიყვარულთან იყო გატაცებული, მაგრამ ის ტრადიციული წარმოდგენების ადამიანი, ასე ვთქვათ, ის თვლის, რომ დღეს როგორც ვიტყვით, მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი, ქალი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი ფასდება სწორედ მამაკაცური თვისებებით და ეს მამაკაცური თვისებების ერთობლიობა შეგვიძლია სწორედ გამოვხატოთ ამ ტერმინით ვირტუ. თუმცა დღევანდელ გამოყენებაში თუ ავიღებთ თქვათ ინგლისურ სიტყვას virtue ან შესაბამის სიტყვას სხვა ენებში, რომლებიც ქრისტიანული ტრადიციიდან მომდინარეობენ, ქრისტიანობამ, ასე ვთქვათ, ეს ამ სიტყვის მნიშვნელობა ერთგვარად შეარბილა, თუ შეიძლება ითქვას გააქალურა, ქართულად აი ეს უკვე ქრისტიანიზებული ვარიანტი ამ ცნების ხშირად ითარგმნება სიტყვით სათნოება, ბუნებრივია სათნოება, სიტყვა სათნოება ნაკლებად არის ასოცირებული მამაკაცურობასთან. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ სათნო პირველ რიგში ქალზე ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება იყოს სათნო. ამ აზრითაც მაკიაველი, ასე ვთქვათ, ამ სიტყვის virtus უფრო საწყის მნიშვნელობას აღურძინებს, როგორც საერთოდ რენესანსი აღურძინება არის ანტიკური სიბრძნის და ანტიკური მიდგომების აღურძინება გარკვეული აზრით. ახლა მაკიაველის ტექსტს რო შევხედავთ, რა თქმა უნდა, დავინახავთ, ვიპოვით იქ ძალიან ბევრ კონკრეტულ გამოვლინებას იმისა, თუ რას ნიშნავს სიქველე, სახელმწიფო როგორი გათვისებებია ის, რასაც სიქველეს ვეძახით და ეს არ არის რაღაც ერთი, ეს არის მრავალი. შეგვიძლია ამ შემთხვევაში რამდენიმე დავახასიათოთ. პირველი და ძირითადი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ძირითადი არის ის, რომ ადამიანი მთავარი ამ შემთხვევაში უნდა დაეყნოს საკუთარ თავს, პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა კონდეს და არ უნდა კონდეს სხვისი იმედი, არ უნდა კონდეს იღბლის იმედი. ეს შეგვიძლია გარკვეულად შეუპირისპიროთ ქრისტიანულ წარმოდგენებს. ანუ იმ შეხედულებას, რომ ყველაფერი ღვთისნებაა, ყველაფერი ღვთისნებით ხდება, რა თქმა უნდა, მაკიაველი აფასებს იმას, რომ არსებობს რაღაცეები, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მივიღოთ ეს რეალობა. ის ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრებაში წარმატება, მთავრის წარმატება ნახევრად დამოკიდებულია იღბალზე, ნახევრად დამოკიდებულია თვითონ მასზე, მაგრამ ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გააფართოვოს, ასე ვთქვათ, ის სფერო, რაც დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე. ამ აზრითაც მაკიაველი არის მოდერნული ადამიანი, თანამედროვე ადამიანი, იმიტომ თანამედროვე ადამიანის ეთიკური წარმოდგენა არის ის, რომ მაქსიმალურად ადამიანი უნდა ეცადოს მიაღწიოს მაქსიმუმს, რაც კი შეუძლია და მაქსიმალურად უნდა დაეყნოს საკუთარ თავს. ამასთან შეიძლება დავაკავშიროთ მეორე, რაც ახასიათებს ქվել თავს, ეს არის მაქსიმალური მიზნების დასახვა, ანუ ამბიციურობა. ცხადია, ესეც ერთგვარად უპირისპირდება ქრისტიანულ წარმოდგენებს, ქრისტიანობის თვალსაზრისით. ქრისტიანულ ადამიანს თხოვს, რომ იყავნ მდაბალი, ანუ არ უნდა, ასე ვთქვათ, განდიდება ეს არის სამპატავნება, განდიდებისკენ სწრაფვა ეს არის სამპატავნება და ცუდი, შესაბამისად ამბიციურობა ეს არის ცუდი თვისება. დღეს საქართველოში ხშირად ვამბობთ, რომ აი ამბიციურობა ეს არის ძალიან ცუდი თვისება, თუმცა მეორე მხრივ თანამედროვე ადამიანის წარმოდგენა გარკვეულად იმით განსხვავდება ტრადიციული წარმოდგენისაგან, რომ ადამიანის მიერ რაღაც მაღალი მიზნების, ამბიციური მიზნების დასახვა არის ფასდება დადებითად პირიქით და ყოველ შემთხვევაში ძალიან ძნელია, რომ პოლიტიკოსი არ იყოს ამბიციური. პოლიტიკოსი ესწრაფის ძალაუფლებას და ძალაუფლების გაფართოებას, შესაბამისად პოლიტიკოსები, როგორც წესი, არიან ძალიან ამბიციური ადამიანები და მაკიაველის ეს მოსწონს, ანუ მაკიაველის მოსწონს ამბიციური ადამიანები, იმიტომ ამბიციურობა ნიშნავს უფრო მეტის მიღწევას
მიღწევის სურვილს, მეტის მიღწევაზე ორიენტირებას. ამავე დროს ასეთი საკუთარ თავზე დაყრდნობილი და ამბიციური ადამიანი შეუპოვარი უნდა იყოს საკუთარი მიზნის მიღწევაში, ის უნდა იყოს გამბედავი, მას არ უნდა შეეძლოს რისკზე წასვლა. მაგალითად, მან თავი არ უნდა არიდოს ომს, თუ ის აუცილებელია, არ უნდა იფიქროს, რომ მოდი აი ამ დღეს მოდი როგორმე წყნარად ვიყოთ, შვიდად ვიყოთ, ან თუ ომია, ვიღაცა შეუმოვა, მოდი მე ნეიტრალური ვიყო, ჩემთვის ვიყო, ასე ვთქვათ. ის ამბობს, რომ პოლიტიკაში რისკი თავიდან არ შეიძლება აიცილო, ამიტომ არც არის სწორი, რომ გადადო, ასე ვთქვათ, ომი, თუ კი პრინციპში შენი მიზნისთვის ეს არის აუცილებელი. თუ კი საჭიროა, თუ კი აუცილებელია რისკზე წასვლა, ჯობია დროზე წახვიდე რისკზე, დროზე დაიწყო თუნდაც ომი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში წარმატების შანსი არის მეტი. მას მოსწონს გამბედავი, რისკზე წამსვლელი და შეუპოვარი ადამიანები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, თავარი, რომელიც აქვს მაღალი მიზნები, ამბიციური მიზნები, მას არ ჭირდება გარკვეული წინდახედულება, კეთილგონიერება, პრუდენციას, რასაც ეძახიან, სიბრძნე, უნდა გაითვალისწინო რეალობა, უნდა იყო მუქნილი, უნდა იყო ეშმაკი, გაითვალისწინო ადამიანის ბუნება და მათი ინტერესები და, ასე ვთქვათ, შეახამო ეს შეუპოვრობა, რისკიანობა, გამბედაობა სიბრძნესთან და წინდახედულებასთან. ანუ შეიძლება ეს შევაჯამოთ იმის თქმით, რომ მთავარი უნდა იყოს მოქნილი, მან თავისი ქცევა უნდა შეუფარდოს კონკრეტულ სიტუაციას, ან როგორც მაკიაველი ამბობს, ხანდახან ლომივით უნდა მოიქცეს, ხანდახან მელასავით უნდა მოიქცეს. ერთიც და მეორეც უნდა შეეძლოს და უნდა შეეძლოს იმის გათვლა, როდის ჯობია ლომივით მოქცევა და როდის ჯობია მელასავით მოქცევა. და ამავე დროს, არ არის საკმარისი უბრალოდ სწორად მოიქცე, ადამიანი თავარი, ზოგადად ეს ალბათ ყველა ადამიანს ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თავარზე, ხელმწიფეზე, პოლიტიკურ ლიდერზე გვაქვს ლაპარაკი, ის ყოველთვის უნდა ფიქრობდეს თავის რეპუტაციაზე, არა მარტო უნდა იყოს ქველი, არამედ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მას აღიარებდნენ ქველად, მას ჰქონდეს კარგი რეპუტაცია. ესეც შედის სიქველის განსაზღვრებაში.